გაქცევას ვხსნით დღის ასევე მთავარი თემით ბლუმბერგის რისკების რუკა ინვესტორებისთვის, სადაც აღნიშნულია, თქვენ შეგიძლიათ ხედავთ ახლა კადრში, ქვეყნების ჩამონათვალიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ქვეყანა, ამ შემთხვევაში საქართველოს შერჩეული და ხედავთ, რომ ის წითელი ფერით არის აღნიშნული, წითელი ფერი ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ საქართველო არის ინვესტორებისთვის საფრთხის შემცველი მაღალი რისკის მატარებელი ქვეყანა. ნიშნავს თუ არის თუ არა ეს ერთგვარი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ მათ აღარ განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში, რამდენად ხშირად ითვალისწინებენ აღნიშნულ ფაქტს და ასეთ შემთხვევებს და ზოგადად ბლუმბერგის რისკების რუკას ინვესტორები, როგორია საერთაშორისო გამოცდილება ამ მხრივ, რა მოხდება ამის შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში, რა ცვლილებები იქნება და რა გამოსავალს თავაზობს ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი ქვეყნის ხელისუფლებას ამ თემებთან დაკავშირებით. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ ზურაბ და მადლობა რომ დრო გამონახეთ და გვერთვებით პირდაპირ ეთერში. რას ნიშნავს ბლუმბერგის რისკების რუკაზე ამ სტატუსით საქართველოს მოხვედრა გულისხმობ ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნის სტატუსს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენ მაყურებელს. სამწუხარო ფაქტია, ნებისმიერ შემთხვევაში ბლუმბერგი არის ცხადია სერიოზული ინფორმაციის წყაროარი პოტენციური ინვესტორებისთვის, ზოგადად არის ქვეყნის ლიდერებისთვის და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს დედამიწის გარშემო სად არის კარგი საინვესტიციო გარემო, ის რაც დაწერა ბლუმბერგმა საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენ შეგვიყვანა ყველაზე მაღალ რისკიან ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით ცხადია არის ძალიან ნეგატიური ქვეყნისთვის და 100%-იანი აისახება იმაზე თუ რამდენი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, ანუ იარსებებენ ადამიანები, რომელსაც შეიძლება ეფიქრათ, ან გადაწყვეტა მიიღოს სწორედ ბლუმბერგიდან გამომდინარე, სად ჩადონ რომელ ქვეყანაში საკუთარი ინვესტიციები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის არის ზრდის და სწრაფი განვითარების ერთადერთი წყარო. და ისინი აღარ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რომ ფული ჩადონ საქართველოში. ამიტომ ცალსახად ნეგატიურია ის, რაც მოხდა. ეს არის ერთი ნაწილი, რითიც მათ შეიძლება. მეორე, ჩემი აზრით, თლად სამართლიანი არ არის, იმიტომ რომ იქ არის ქვეყნები, რომელიც ჩემი აზრით გასწრებით რომ აღარ რისკების შემცველი არის, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს უკეთესი პოზიციები აქვს. ეს არის მეორე, მაგრამ სამწუხაროდ ბლუმბერგის ვებგვერდზე არ დევს დეტალური ინფორმაცია თუ რა მეთოდოლოგიით მოხდა. ხო, მე კითხა, რა მეთოდოლოგიით რა თქმა უნდა, ყველამ ნახეთ, რომ იქ მითითებულია დავუშვათ ინფლაციის მაჩვენებელი, უბრალოდ ინფორმაციისთვის როგორც ჩანს უმუშევრობის მაჩვენებელი და ასე შემდეგ. ანუ აი თუ იმ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ რა კრიტერიუმებით, რა მეთოდოლოგიით ხდება ამ ყველაფრის გაკეთება, რა შედეგიც? სამწუხაროდ ესეთ ინფორმაციას თვითონ ბლუმბერგი არ იძლევა, იქ 4 კრიტერიუმი არის მითითებული, მაგრამ ფაქტია, რომ ამ 4 კრიტერიუმის გარდა კიდე სხვა კრიტერიუმებითაც იხელმძღვანელა, მათ შორის იქ არის ზოგადი მითითება, გაკეთებული მინიშნება, უბრალოდ გაკეთებული, იქ არა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლები, არამედ რაღაც პოლიტიკური რისკების განიხილება. აი და ჩვენ არის ზუსტად რა კომპონენტებმა მოახდინა გავლენა იმაზე, რომ ჩვენი შეფასება არის ესეთი, მაგრამ თავისთავად ის რომ გვაქვს ძალიან ცუდი შეფასება, არის ძალიან ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ბლუმბერგის მიერ ამ შეფასების გაკეთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, არ ვიცი ამას კიდე რა დადასტურება ჭირდებოდა, რომ საქართველო ქვეყანა, მისი ეკონომიკური მდგომარეობა იყოფება ისეთ რეალობაში, როდესაც სტანდარტული გადაწყვეტილებებით ეს ქვეყანა სწრაფად წინ ვერ წავა. ჩვენ ვართ რაღაც ექსტრაორდინარულ ვითარებაში და ჩვენ ქვეყანას ჭირდება ექსტრაორდინარული გამოსავლები, ანუ ექსტრაორდინარული ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად ამუშავდეს და შევძლოთ იმ რისკების დაბალანსება, რომელთა ნაწილიც მოცემული არის ბლუმბერგის მიერ, რომ ნაწილი არ არის მოცემული, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არსებობს, ეს არის საგარეო რისკები, თუ იქნება ეს პოლიტიკური რისკები, რაღაცა სხვა რაღაცეებით, ანუ ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი უფრო მეტად, ვიდრე ის არის დღეს და ამის გაკეთების რეცეპტი რეალურად არ არსებობს, არც 2 რეცეპტი და არც 7 რეცეპტი. გამოსავალი ჩვენ შევთავაზებთ მთავრობას არაერთი კონკრეტული გეგმა და კითხავთ ამაზე აუცილებლად ბატონ ზურაბ და მოგვიანებით კიდევ ერთი შეკითხვა მოხდა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის სიგნალი ინვესტორებისთვის, თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, რამდენად არის ერთგვარი სახელმძღვანელო, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში ბლუმბერგის ეს რისკების რუკა, არამედ ასეთი შემთხვევები ინვესტორებისთვის, ანუ ამე არ გულისხმობ, რომ მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რამდენად არის ინვესტორებისთვის, როგორია საერთაშორისო გამოცდილება? არის ხალხი, ხა ბლუმბერგი არ არის რაღაცა რიგითი გამოცემა, სადაც რაღაცა დაიწერა, ბევრი ადამიანი დედამიწის გარშემო და მათ შორის არა მხოლოდ ბიზნესმენები, არამედ პოლიტიკოსებიც ბლუმბერგს უყურებენ და იქიდან იღებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ დედამიწის რეგიონში, რომელ ქვეყანაში რა ეკონომიკური ვითარება, რა მდგომარეობა, რომელი ქვეყნის ვალუტა რა მდგომარეობაშია და ასე შემდეგ, მათ შორის ჩვენ საქართველოშიც მეც პირადად, მათ შორის მაგალითად ლარი, როდესაც უფასურდებოდა, ჩემთვისაც ინფორმაციის წყარო იყო ბლუმბერგი და არა, თქვათ რაღაცა
გადავრთელი ბუდკები ჩვენი ქვეყნის შიგნით. და ცხადები მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა ახლა ზუსტად დათვლა იმისა, რომელი ინვესტორი რომელ წყაროს ეყრდნობა, ესეთ ინფორმაცია მე მგონი არ არსებობს, ინვესტორები იყენებენ ბევრ სხვადასხვა წყაროს და რაღაც ჯვარედინად ამოწმებენ ამ ინფორმაციას, ნაწილი მათგანი რაც შორის იყენებს ალბათ რაღაცა სოფლიო ბანკის doing business ratings, ნაწილი შეიძლება იყენებდეს Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, ნაწილი Fraser-ის ინსტიტუტის, ნაწილი მაგალითად Davos-ის ამ ეკონომიკური ფორუმის რაღაც ინდექსი რო არის კონკურენტუნარიანობის, ნაწილი ცხადია იყენებს Bloomberg-საც ან რაღაცა mix ამ სხვადასხვა რეიტინგების და ესე იღებენ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში ის რაც მოხდა, რა შეფასებას მივიღეთ, არის საკმაოდ მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის. გასაგებია, აი რაც შეეხება გამოსავალს, თქვენ სოციალურ ქსელში წერდით, რომ კიდევ ერთხელ გამოსავალს თავაზობთ ხელისუფლებას, რომ ამ ტყიდან გამოვიდეთო. ტყეში ვართ ბატონ ზურა, რას გულისხმობთ? ეს ნახევრად ხუმრობით რა თქმა უნდა. კი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის ტყეში და ეკონომიკის ტყეში ყოფნა ნიშნავს მათ შორის იმას, რომ თუ ყველა მიმართულებით ვართ ტყეში, თუ მაინც ეს სიტყვათა შეთანხმება უნდა გამოვიყენოთ, ანუ შეუძლებელია შენ ეკონომიკა გქონდეს განუვითარებელი და გქონდეს კარგი განათლების სისტემა, ან კარგი ჯანდაცვის სისტემა, ან კარგი სასამართლო სისტემა, ან კარგი თავდაცვა, ან ნებისმიერ რაღაცა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის ფულზე. ან გააქვს ძლიერი ეკონომიკა და შესაბამისად გააქვს ფული იმისათვის, რომ იყიდო ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება შვილებისთვის, ხარისხიანი სასამართლო გქონდეს და თავდაცვა გქონდეს ისეთი, რომელსაც რა რესურსები სჭირდება ამ რესურსების შეძენის და დაფინანსების საშუალება, ან ეს ფული არ აქვს და შესაბამისად ყველა მიმართულებით გაქვს ჩავარდნა. არ არსებობს მაგალითი არსა დედამიწაზე, როდესაც ქვეყანამ შექმნა კარგი განათლების სისტემა, ისე რომ ეკონომიკა იყო ჩავარდნილი, ან შექმნა თანამედროვე ჯანდაცვის სისტემა იაფი და ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, ისე რომ მას არ ქონდა ამისი ფული. ესეთ პრეცედენტები არ არსებობს. შესაბამისად, ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ქვეყანა არის ტყეში იმის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკა არის პრაქტიკულად გაჩერებული, ბოლო მონაცემებით, რაც ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 2.4%, ჩვენ დავთვალეთ, მათ შორის აი თუ გვექნება ესეთი ზრდა ეკონომიკის, რაც ქონდა ბოლო 4 წლის განმავლობაში 3.3%, ჩვენ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს რო დავეწიოთ, დაგვჭირდება 1 საუკუნეზე მეტი. ანუ 100 წელზე მეტი დაგვჭირდება, რომ დავეწიოთ დღევანდელ საშუალო დონეს ევროპისაც. რაც არის კატასტროფული მაჩვენებელი. გამოსავალი მე არაერთხელ შემითავაზებია მათ შორის. გადავიდეთ, ამჯერად რას თავაზობთ? თქვენ მანამდე შესთავაზეთ, შემდეგ იყო საკმაოდ კრეატიული ფორმით შეთავაზება, ანუ სხვადასხვა ფორმით მოკეთ მუდმივად თავაზობთ გამოსავალს. ამჯერად რა გეგმა გაქვთ? კი, ანუ სინამდვილეში ჩვენ ერთ და იგივეზე ვსაუბრობთ ყოველთვის და ამაზე ვსაუბრობთ რავი 2 წელია დაახლოებით გირჩით საუბრობთ, თუმცა მანამდეც არა გირჩის სახელით, არამედ მე პირადად მისაუბრია ამაზე არაერთხელ. ანუ იმის გამო რომ რაღაცა ნაცადი მაქვს ყველაფერი სხვა, მათ შორის ნაცადი მაქვს კანონების გატანა პარლამენტში და ვერ გავიტანე, რა ვიცი, ტელედებატებში მისაუბრია ამ თემებზე, მაინც არავინ არ გვისმენს, წერილები მაქვს გაგზავნილი, ცალკე ივანიშვილის და ცალკე ზოგადად თავრობის, მაგრამ მაინც არავინ არ ისმენს. ამიტომ რაღაცა ვცდილობ რომ სხვადასხვა კრეატიული გზით და კრეატიული ფორმით სხვადასხვა სიტყვებით უთხრა ერთი და იგივე ოღონდ რამენერად გავაგებინო. მათ შორის ბოლოს რაც იყო ეს კრეატიული ნაწილი იყო ის რომ აშველი რგოლი გავუგზავნე, სადაც დაწერილი იყო ეს გამოსავალი. გამოსავალი სინამდვილეში არის მარტივი, იმ გაგებით რომ მარტივი ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუმცა არ იქნება იოლი ნაბიჯები იმ თვალსაზრისით რომ ამას მოყვება რაღაც საზოგადოების გარკვეული ფენების განაწყერება, მაგრამ ესეთი რადიკალური ნაბიჯების გარდა ამ ქვეყანას სხვა არჩევანი არ აქვს. ეს არის პირველ რიგში ამ ლარიზაციის რაღაც სრულიად უაზრო და მავნებლური პროექტის შეჩერება და პირიქით ქვეყნის თავის ქვეყანაში თავისუფალი სავალუტო რეჟიმის დაშვება, რაც ბუნებრივად გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტ დოლარიზაციას, ისედაც დოლარიზებული, ანუ დოლარიზაცია ქვეყნის, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მეორე ეს არის პრივატიზაცია იმ აქტივების, რომელიც არის სახელმწიფოს ხელში და რეალურად რაღაც კოლხივით აზის სახელმწიფო ამ აქტივებს დაწყებული მიწიდან დამთავრებული სხვა აქტივებით, მათ შორის სხვადასხვა რაღაცა სახელმწიფო შეპესებით, ციკლებით, აიპებით და ამ შემდეგ, რომლებიც რეალურად ამ დოვლადს ჭამენ, გაჭირებული მოსახლეობის მიერ შექმნის და შემდეგ გადასახადების სახით გადახდილს, ან საერთოდ არაფერს არ აკეთებენ, ან ზიანი მოაქვთ კიდევ უფრო უარესი და უნდა მოხდეს ამ ყველაფრის პრივატიზაცია და ეს ყველაფერი ჩაერთოს ეკონომიკაში და ეკონომიკამ იმუშაოს. მესამე ნაბიჯი ეს არის სახელმწიფო ბიუროკრატიისა და გადასახადების შემცირება, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც ეხლა ამ წუთში როგორც პარაზიტი ისე ჭამს ეკონომიკაში შექმნილ დოვლადს და რეალურად არანაირ სიკეთეს არ ქმნის, ან ძალიან პატარა სიკეთეს ქმნის. ეს ბიუროკრატია არის მნიშვნელოვნად შესამცირებელი და შესაბამისად გადასახადების უნდა შემცირდეს, რომ ფული დარჩეს ეკონომიკაში და კერძო პირებმა, მოქალაქეებმა, კერძო სექტორმა სადონ ამ ფულის სხვა რაღაცებში დახარჯონ, რასაც თვითონ გადაწყვეტენ და ეს არ გადაწყვიტოს რომელიღაცა ბიუროკრატიამ და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რაც არის გადასადგმელი მისათვის, რომ ეკონომიკა სწრაფად წავიდეს წინ. თუმცა ყველა ეს ნაბიჯები რაც ახლა ჩამოთვალეს სამი ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ეკონომიკურ მნიშვნელოვან ეფექტს დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტს მოიტანს, მაგრამ ეს არც ერთი ნაბიჯი არ არის ისეთი, რომელიც შეიძლება სწრაფი ეფექტი მოგვცეს ეკონომიკაში. ამიტომ მეოთხე ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ხელისუფლებას, ეს არის კონკრეტულად კანაფის ლეგალიზება, რომლის პრაქტიკაც უკვე არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის სხვადასხვა შტატებში. არსებობს მონაცემები შემოსავლების სამსახურის თუ რამხელა გაჩნდა ეკონომიკა, რამდენი შემოსავალი ნახა აქედან ბიუჯეტმა, ჩვენ გვაქვს გაკეთებული გათვლები
კოლორადოს მაგალითზე, რომ გადმოვიღოთ კოლორადოს რეგულაციების ჩარჩო და ამ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკამ შეიძლება მიიღოს დამატებით 3-4 მილიარდი ეკონომიკა, რომელშიც დასაქმებული იქნება სამუშაო ადგილების რაოდენობის ხრი დაახლოებით 70-100,000 ადამიანი, საიდანაც ბიუჯეტში შემოსავალი შეიძლება იყოს დაახლოებით მილიარდი და მილიარდ 700 მილიონი ლარამდე, რაც არის ორჯერ მეტი, ვიდრე მაგალითად თავდაცვის ბიუჯეტი გვაქვს და კიდევ უფრო მეტი, რაც შეიძლება დაიხარჯოს განათლებაზე, მათ შორის ანტინარკოტიკულ განათლებაზე, დაიხარჯოს უამრავ კარგ საქმეზე, მათ შორის თუნდაც სოციალური დახმარების ხრივ, ჩვენ დათვლი გქონდა სადღაც დაახლოებით მილიონმა ადამიანმა ყველაზე გაჭირებულმა შეიძლება მიიღოს თვეში 100 ლარი, ისეთი შემოსავლების ნახვა შეიძლება აქედან. ეს არის ერთადერთი რეფორმა, რომელიც შეიძლება გატარდეს და მოიტანოს სწრაფი ნაბიჯი 2017 წელსვე, ანუ წელსვე შეიძლება აქედან რომ მივიღოთ კონკრეტული ბენეფიტები, მათ შორის ეს მოგცემს საშუალებას, რომ საქართველოს რაღაცა ბრენდირება მოხდეს დედამიწაზე, როგორც ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელმაც პირველმა გადადგა ისეთი პროგრესული ნაბიჯი, რომელსაც დგავენ დღეს წამყვანი ქვეყნები, ამ ხრივად გავხდებით გამორჩეული, რაც სადია საშუალებას მოგცემს, რომ ტურისტი მოვიზიდოთ, საინტერესო გავხდეთ და ასე შემდეგ. ეს არის 4 ძირითადი პუნქტი, რომელიც ჩემთვის არის გადასადგმელი, თუმცა ცხადია, მნიშვნელოვანი რეფორმები არის გასატარებელი სოციალური დახმარების სისტემის თვალსაზრისით და ეხლა ჩვენი სოციალური დახმარების სისტემა ფლანგავს ძალიან ბევრ ფულს და ფული, რომელიც რეალურად უნდა იხარჯებოდეს შიმშილის აღმოფხვრაზე, გაჭირვების დაძლევაზე, უბრალოდ იფლანგება ძლიერ, ანუ შეძლებულ და მდიდარ ოჯახებზე. ცხადია, მნიშვნელოვანი რეფორმები არის გასატარებელი განათლების სისტემაში და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები სწორედ იქ არის გასატარებელი, თუ ჩვენ გვინდა რომ გრძელვადიანად არ ქონდეს ეკონომიკური პრობლემები და რომ აახსნა რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განათლების სისტემა შეგვეცვალა, რომ შეგვეცვალა სადღაც 20 წლის წინ, დღეს ის პრობლემები დასაქმების ხრი, მაგალითად შემოსავლების ხრი ქვეყანას არ ექნებოდა, უბრალოდ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია ამ სისტემაში და დღესაც ჩვენი განათლების სისტემა უშვებს ადამიანებს, რომლებიც შემდეგ დაკარგული არიან ცხოვრებაში, ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას, ვერ საქმდებიან, ვერ ინახავენ ოჯახს და აი მილიონი პრობლემა, რომელიც ეკონომიკაში არის, სწორედ ცხადია დაკავშირებულია განათლების სისტემასთან. თუ ეს სისტემა არ შევცვალეთ ფუნდამენტურად, იგივე პრობლემები გაგრძელდება მომავალშიც. გასაგებია, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რომ დავუშვათ, ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ მთავრობა განიხილა ეს ინიციატივები შეგხვდათ, ისაუბრათ თქვენთანთან და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რა ნაწილში შეიძლება რომ გამოყვეთ მთავრობა და რა ნაწილში არა? მე არ გთხოვთ რასაკვირველია რაღაც წინასწარმეტყველებას, მე გულისხმობ რომ აი ამჟამინდელი პოლიტიკის, მთავრობის პოლიტიკის ანალიზის შედეგად თუ შეგვიძლია რაიმე დასკვნა გავაკეთოთ და რატომ? აი მულტისავალუტო რეჟიმი როდესაც ახსენეთ. ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულება, როდესაც მთავრობა ლარიზაციის გეგმაზე საუბრობს და გვიკრძალავს საერთოდ მოქალაქეებს უფრო მეტიც 2017 წლიდან სესხის აღებას იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც ჩვენ გვინდა დაუშვათ. თუნდაც აი ამ ნაწილში ან კანაფის ლეგალიზებაზე საუბრობ და კიდევ ერთი მე წავიკითხე, გადავხედე თქვენს ინიციატივებს, საგარეო ვალთან დაკავშირებით იყო იქ კიდევ ხაზი გასმული, რომ აი არ უნდა იყოს საგარეო ვალი სახელმწიფომ და ხარჯები შეამციროს. როგორ ფიქრობთ, რა ნაწილში შეიძლება ჰიპოთეტურად რომ დაუშვათ მთავრობა გამოყვეთ? და დაჯდეს მოლაპარაკების მაგალითად. ხო, ცხადია, მე შევიდა ამაზე მხოლოდ ჰიპოთეტურად ვიმსჯელო და ვიმსჯელო იქიდან გამომდინარე, თუ რა ტიპის და რა სიძლიერის რეზისტენტობა წინააღმდეგობა შეხვდა ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის ინიციატივებს, მათ შორის როდესაც პარლამენტში ვიყავი, როდესაც ამაზე საჯარო განცხადებებს ვაკეთებდი. ჩემთვის ყველაზე პრობლემატური იქნება სწორედ ეს, თქვენაც აღნიშნეთ, თავისუფალი სავალუტო რეჟიმი, იმიტომ რომ ვინაიდან მესმის კონცეპტუალურად არ ესმის ხელისუფლებას, რაზე არის საუბარი და არც წარმოდგენა და დაშვება უნდა საერთოდ რომ ესეთი რეალობა შეიძლება არსებობდეს, ამ თავისუფალი არჩევანი იყოს მოქალაქეებისთვის და ინვესტორებისთვის, რომელ ვალუტას გამოუყენებენ. აქ ყველაზე მეტი რეზისტენტობას წავაწყდი, როდესაც პარლამენტში მქონდა ეს საკითხი დაყენებული და მათ შორის როდესაც რაღაც სატელევიზიო ეთერებში ამაზე ვსაუბრობ. ყველაზე ნაკლები რეზისტენტობა მაინც ჩანს იმასთან მიმართებაში, რომ ბიუროკრატია სახელმწიფო არის შესამცირებელი. ამაზე მე მგონი საყოველთაო კონსენსუსია ზოგადად ქვეყანაში და ამიტომ პოლიტიკურად ჩემი აზრით ამის გატანა ყველაზე რეალისტური არის, თუმცა ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, ჯამში ამის შედეგი რაც იყო ის რომ ხოლმე გააუქმეს ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში, რომლის ჯამური ბიუჯეტი იყო, მე მგონი მილიონი თუ 1,200,000 ლარი, რაც არის ცხადია არაფერი, ანუ ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ გადადგულა, თუმცა საუბრის დონეზე და რაღაცა სიტყვების დონეზე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მე მომისმენია, რომ ისინი ამბობენ, რომ ხო ბიუროკრატია ნამდვილად შესამცირებელია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგულა. მათ შორის ამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ის რაც ხდება დღეს, მაგალითად ამერიკაში, სადაც არის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუ ვნახავთ იქ რა მიმართულებით მიდიან, ძალიან ცალსახად ჩანს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც შევა ბევრ რაღაცაზე თვითონ ტრამპი აკრიტიკო ბევრ განცხადებებზე, ცალსახად მიდის სწორედ ამ მიმართულებით ის საუბრობს, რომ მაგალითად საგადასახადო ტვიტი, რომელიც დღეს ამერიკაში არის 35-38%-ამდე უნდა შემცირდეს 15-20%-ამდე, რაზეც ჩვენ ანალოგიური შეთავაზება ხელისუფლებისთვის ჩვენთან ახლა არის ჯამურად თლიანი მთავრობის ხარჯები 15% დაახლოებით
თირაჟი და პროდუქციის უნდა შემცირდეს. კარგ შემთხვევაში 15%-მდე, მაგრამ მინიმუმ 20%-მდე მაინც, ანუ თითქმის ანალოგიური ხედვა გვაქვს. ტრამპი საუბრობს ამერიკაში იმაზე, რომ რეგულაციებმა დაახშვა ამერიკის ეკონომიკა და თუ მათ უნდათ, რომ ამერიკაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, ამერიკელებისთვის, ანუ ამერიკის შიგნით საჭირო რომ რეგულაციები მასიურად გაუქმდეს. მათ შორის ესეც არის ერთ-ერთი ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ და პირველ რიგში რეგულაციები სწორედ განათლების სფეროში არის გასაუქმებელი. ანუ ბევრი რაღაცები არის, თუ მთავრობა ყურადღებას მიაქცევს, რომ ეს არ არის რაღაცა გირჩი საკრიტებული იდეები, იგივე ხდება ამ წუთში ამერიკაში, სადაც არის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სწორედ იმ მიმართულებებით მიდის ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო ვაჭრობასთან დამოკიდებულებას, რომელიც შეიძლება და არ არის მაინც და მაინც სწორი და რაღაც პროტექციონისტური მიდგომები არ არის გამართებული. სხვა მხრივ ტრამპი ის გაკეთებასაც აპირებს ეკონომიკაში ამერიკაში არის პრინციპში გადამღერება ერთ-ერთზე იმისა, რასაც გიჟაძეც გიჩი საუბრობს 2 წელი ამ ქვეყანაში და სამწუხაროდ ჩვენ არ გვისმენთ. გადამღერება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გადაიღო, მაგრამ აქვს სწორი ხედვები და სწორი პოლიტიკის გატარებას აპირებს ეკონომიკური თვალსაზრისით და კარგია თუ ჩვენი ხელს მიბაძავს და ნახავს, რომ ეს არ არის რაღაც ერთი პატარა ძალის ახილება აქ. კარგი, ბოლო შეკითხვას გისვამთ, სხვა თემაზეც მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინოთ და უკვე შემდეგ სტუდიაში ვინაცვლებ. სტრასბურგში დაწუნებულ ქართულ მოსამართლეობის ქართულ კანდიდატურებზე უნდა გკითხოთ, როგორია თქვენი შეფასება, ჩვენ რასაკვირველია მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ მწვავე შეფასებები, მაგრამ მართველი გუნდი ვერ ხედავს ამაში რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას, არც საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვის ნიშნებს ხედავს ამაში და იუსტიციის მინისტრმა მაგალითად კონკრეტული ადამიანები დაასახელა და დაადანაშაულა, რომ მათ მიუძღვით ამ ყველაფერში დიდი წვლილი ამ გადაწყვეტილებაში. თქვენი შეფასება მითხარით და დავასრულოთ. ჩემი შეფასება არ იქნება ამ შემთხვევაში ორიგინალური, ცხადია ეს არის სირცხვილი, თავის მოჭრა არის ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი რამე ხდება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას ლობირებდა და მათ შორის ახალგამცველი იქნება თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ცხადია ისინი ინფორმაციას აწვდიდნენ, იქ და მათ შორის აწვდიდნენ სწორ ინფორმაციას, ჩემი აზრით, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნა პოლიტიკური მოტივებით და ეს არ იყო გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგადაც რაღაც აქცენტი გაკეთებოდა პროფესიონალიზმზე და მათ შორის ის განცხადებები წურკიანის მხრიდან იქნება თუ მთავრობის სხვა წარმომადგენლების მხრიდან, ან ზოგადად ხელისუფლების სხვა შტობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ახლა ცდილობენ რომ დაიცვან საკუთარი მიღებული გადაწყვეტილებები, ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ამოდიან რაღაცა პოლიტიკური ჩარჩოდან და დღევანდელ განცხადებებსა შეფასებებსაც კი აკეთებენ საკუთარი რაღაცა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე და ისინი რაღაცა ნათლად და საღად არ უყურებენ ამ პროცესს, ამიტომ მათ აქვს სხვა მოტივი, რომ რამდენადაც დაიცვან საკუთარი მანამდე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არ თქვან, რომ შეცდომა დაუშვეს. ცხადია, რომ შეცდომა იყო და ცხადია, რომ ქვეყნის იმიჯი ამან დააზარალა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა.